ახალი რეგულაციების მიხედვით პლასტმასის სხვადასხვა ნაწარმი აიკრძალა. რომელ ნაწარმზეა საუბარი კონკრეტულად, რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და როგორია ახალი რეგულაცია. თემაზე სასაუბროთ შემოგვერთდა სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა. დილამშვიდობისა მარიამ. დიდი მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საინტერესო საკითხზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, რაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის ხშირ შემთხვევაში, რა რეგულაციაზეა კონკრეტულად საუბარი, ეს რომ მოვახსენოთ მაყურებელს და შევიდა თუ არა უკვე ძალაში, რომელი პროდუქტი აიკრძალა, ასე ვთქვათ, ნაწარმი პლასტმასის. კონკრეტულად რომ ვთქვა, ჩვენ გვაქვს 304 ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხება სურსათთან შეხებაში მყოფ პლასტმასის ნაკეთობებს. სწორედ ამ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილება ნომრით 503 დადგენილება, რისი მიხედვითაც აიკრძალა იმპორტი, წარმოება თუ არ არის ექსპორტისთვის გამიზნული და რეალიზაცია პლასტმასისგან დამზადებული შემდეგი პროდუქტებისთვის. ესენი არის დანა, ჩანგალი, კოვზი, თევში, სასმლის მოსარევი ჩხირები, საწრუპები, ასევე საკვები ჩხირები, რომელიც აზიური კერძებისთვის არის განკუთვნილი და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული კონტეინერები და ჭიქები თავსახური თუ მათ გარეშე. აი გაფართოებული პოლისტიროლი ახლა რაც ჩანს ეკრანზე, ეს არის თეთრი რბილი მასალა, რომელიც აცხელებდნენ კიდეც დიახ, ეს ყოლა დაუშვებელი, იქამდეც დაუშვებელი იყო და არ ემორჩილებოდნენ, ასე ვთქვათ. ეს ცვლილება უკვე ძალაში შევიდა 2026 წლის 1 იანვრიდან, როგორც ვთქვით, თუმცა გარდამავალი პერიოდი არის გათვალისწინებული ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომელთაც უკვე 1 იანვრამდე ქონდათ შეძენილი ეს პლასტმასის ნაწარმი და მათ ეძლევათ საშუალება 3 თვის განმავლობაში 1 იანვრიდან, ესე იგი 3 თვე რომ რეალიზაცია მოახდინონ ამ პროდუქტების, ესე იგი ბაზარზე ჯერ კიდევ 3 თვის მანძილზე ვნახავთ ამ პროდუქტებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილება არის კვების ობიექტებს უშუალოდ ადგილზე, სადაც მზა პროდუქტი იყიდება, შეიძლება იყოს კაფე, რესტორანი, ბარი, სარეალიზაციო ობიექტი, ჰიპერმარკეტები, ნებისმიერ დაწესებულება კვების ობიექტი, სადაც მზა პროდუქტი იყიდება, მათ აეკრძალებათ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის კონტეინერებით და ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭიქებით უშუალოდ მზა სურსათის მიწოდება. ანუ რა იგულისხმება, როდესაც ჩვენ ვარჩევთ მომხმარებელი ცხელ კერძზე ცივს, სულ ერთი ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადგილზე სალათი იქნება, ეს იქნება თუ სხვა ნებისმიერი ხორცი შემცველი თუ არა, მზა კერძი ვეღარ მოგვეწოდება ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის კონტეინერებით. და აგრეთვე სასმელებიც, ცივი ყავა იქნება ეს ლიმონათი თუ სხვა ნებისმიერი სასმელი კვების ობიექტებს, იქნება ეს დრაივი თუ ნებისმიერი სხვა, ვეღარ მოგვეწოდნენ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის კონტეინერებით. მათთვის გარდამავალი პერიოდი ითვალისწინებს 6 თვეს, ანუ 6 თვის მანძილზე მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ, ესე ვთქვათ, რომ გამოიყენონ ეს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის კონტეინერები და ჭიქები და 6 თვე ეძლევათ, რომ გადაენაცვლონ, ასე ვთქვათ, ახალ ბაზარზე და მოერგონ ახალ რეგულაციას. თანამშრომლობის სურვილი, ჩართულობა მათი მხრიდან. ჩვენ ვისაუბრეთ, სანამ შევიდოდა ეს რეგულაცია ძალაში მანამდეც და ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო როგორც მომხმარებელში, ასევე ბიზნეს სექტორში. აი მათი მხრიდან თანამშრომლობის კუთხით ხო არ იყო, ვთქვათ, რაღაც გართულება და ეს ინიციატივა ეკუთვნის გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. შესაბამისად, ეს სამინისტრო მუშაობდა მთლიანად ამ რეგულაციაზე და რა თქმა უნდა, რომ აქტიურად იყო შეხვედრები ბიზნეს სექტორთან, ჰორეკა სექტორის, იგივე სტუმართმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებთან, რეალიზატორებთან, იმპორტიორებთან, იმიტომ რომ ძირითადად ეს არის მაინც იმპორტირებული პროდუქცია და რა თქმა უნდა, ის ვადები, ის გარდამავალი პერიოდი, რაზეც ვისაუბრებ, მათთან შეთანხმებით იყო დადგენილი, ასე ვთქვათ და გარდა ამისა, საინფორმაციო კამპანია გარემოსდაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაწყებული, რისი მიხედვითაც ძალიან აქტიურად ვრცელდება აღნიშნულ რეგულაციაზე ინფორმაცია, პლასტმასზე ინფორმაცია, რა მავნე ნივთიერება შეიცავს, რატო იყო ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი და დროული და ვრცელდება ძალიან აქტიურად მავნე ეს ნივთიერება, თქვა ჩვენი ორგანიზმისთვის, გარემოსთვის რა ზიანი მოაქვს. ერთი რომ რა თქმა უნდა, საერთოდ ამ ინიციატივას ეს ორი საკითხი ედო და ეს ორი ძალიან დიდი პრობლემა, საფუძვლად ერთი რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე აქვს ძალიან დიდი გავლენა და ამაზე ვისაუბრებთ, თუმცა გარდა ამისა გარემოს დაბინძურების დონეც ძალიან მაღალია. ჩვენ ადრე ვთქვით, რომ სოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა 2025 წელს, ეს იყო საველე კვლევა, სადაც შესწავლილი იქნა 2 მდინარე, შავი ზღვის, ეს იყო რიონი და ყვირილა და 16 წერტილი იყო შესწავლილი, დრონებით, საფრენი აპარატებით, როგორც თქვი, ეს იყო საველე კვლევა და გამოვლინდა ძალიან მაღალი დონე დაბინძურებისა და ამ ნარჩენების, რაც სანაპიროზე იქნა აღმოჩენილი, რაც მდინარეებში 4 ნივთიდან 1 პლასმასი იყო, 3 პლასმასი იყო უბრალოდ.
მივიღეთ. დაბინძურება ზოგიერთ წერტილში საგანგაშოც იყო, ამიტომ სასწრაფოდ გახდა ზომები მისაღები. საერთოდ პლასმასი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მსოფლიოებისთვის პლასმას და უამრავი კამპანია ტარდება ქვეყნების მიხედვით ინდივიდუალურადაც ევროკავშირსაც აქვს სხვადასხვა უკვე რეგულაციაც მიღებული და ძალიან აქტიურად ებრძვის ზოგადად მსოფლიო პლასმას, იმიტომ რომ საერთოდ მსოფლიოში არის დაბინძურების ძალიან მაღალი დონე და ეს პლასმასი, როდესაც გარემოში ხდება და პლასმასის ნარჩენი 300-400 წელი ჭირდება დაახლოებით რომ დეგრადირდეს უბრალოდ, ანუ გარემოდან ასად არ მიდის. გარდა ამისა, როდესაც მდინარეში ხდება, რა თქმა უნდა, რომ აკვაკულტურასაც საფრთხე ექმნება, თევზების ორგანიზმშიც არის აღმოჩენილი მიკროპლასმასა და ასე ხდება სასურსათო ჯაჭვში, სასურსათო ჯაჭვით ადამიანის ორგანიზმში. გარდა იმისა, რომ აი ესეთი ფორმით ხდება, ხო, ჰაერში ძალიან მარტივად მიგრირებს მიკროპლასმასი, ასევე ნიადაგსაც აბინძურებს და ნიადაგს ოდესაც აბინძურებს და ნიადაგში ხდება იქ უკვე ნიადაგის ფოროვნებაზე აქვს გავლენა, წყალგამტარობაზე, შესაბამისად ფესვების მცენარეებით, ფესვების განვითარებას აფერხებს და მოკლედ ყველა ასე თქოს სრულ ციკლში არის ჩართული ეს მიკროპლასმასა და უარყოფითად არის ჩართული. გარდა იმისა, რომ აი ეს ამ ფორმით, ხო, ჰაერით, ნიადაგით, წყლით ხდება ჩვენს ორგანიზმში და ზღვის ბინადრებით. გარდა ამისა, ჩვენ თავად მოვიხმართ და საკმაოდ დიდ რაოდენობას მოვიხმარდით. ერთჯერადი გამოყენეს პლასმასის ჭურჭელს დაახლოებით 613 მილიონ ერთეულზე იყო ყოველწლიურად საქართველოში გამოყენება. აი ეს ამხელა მაჩვენებელი გვქონდა. ამიტომ სასწრაფოდ იყო ინიციატივა მისაღები, სასწრაფოდ იყო აკრძალვა, საერთოდ აკრძალვა და ნარჩენების პრევენცია არის ყველაზე ეფექტური, იმიტომ რომ ყველაზე ეფექტური ნარჩენი არის ნარჩენი, რომელიც არ წარმოქმნილა, ამიტომ რადგან ამ დონის მოხმარება გვქონდა საქართველოში და ამ დონის დაბინძურება გვქონდა, მაშინ როდესაც უკვე ალტერნატივები ბაზარზე იყო და მაინც აქტიურად არ იყო მოხმარება და ეს ალტერნატივები, ამიტომ ვალდებული გავხდით ასე ვთქვათ ქვეყანა ზოგადად, რომ გადავსულიყავით ამ ალტერნატივებზე და ეს დადგენილების სახით და საკანონმდებლო დონეზე მიგვიღო ეს მიიღო სამინისტროს ეს გადაწყვეტილება. მაგრამ აი თან წაიღეს ობიექტები რო ახსენეთ, ხა უცებ ვერ აი მოვისაზრე ალტერნატივა რა შეიძლება იყოს იმ ჭიქების რიფტის შეიძლება რაღაც სასმელს ბიოქაღალდი მუყაო ხის ჭურჭელი რა თქმა უნდა არის ეს ბაზარი შესწავლილი იყო წინასწარ იონდების ღირებულება იქნება შეიძლება ნუ მომხმარებლისთვის ახლა რო შევადაროთ დღესაც ხო არის ხელმისაწვდომი ყველა შეუძლია შეადაროს ფასები, მაგრამ აქ მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაა ხო მართალია მიკროპლასმასი რომელიც მიგრირებს სურსათში, მიგრირებს წყალში რომელიც ინახება პლასმასის ჭურჭელში და სამწუხაროდ ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ბოთლებს მრავალჯერადადაც იყენებენ ხოლმე მომხმარებლები, ეს ძალიან არასწორია ხო ასეთ დროს როდესაც მithumetes პლასმასის კონტეინერებში ვინახავთ სურსათს, წყალს და ძალიან აქტიურად და ყოველდღიურად მოვიხმართ აქ ხო ჩვევებზია საუბარი, ჩვევა არის ზუსტად პრობლემა თორემ ეხლა ამ ხელა მოხმარება რო არ გქონოდა არც სავალდებულო არც საჭირო არ გახდებოდა ხო ეს რეგულაციები მიკროპლასმასი რომელიც მიგრირებს ადამიანის ორგანიზმში ილექება, გროვდება, სისძაღვრებშიც გროვდება, ბოლო კვლევით საერთოდ თავის ტვინშიც აღმოაჩინეს. სხვადასხვა ორგანოს მიეკედლება ხოლმე ასე თქვა და არ გამოიდევნება. გარდა ამ მიკროპლასმას, რომელიც ყველა პლასმასთან ზდევს, იმიტომ რომ ისი შემადგენელი ნაწილია, შეიძლება იყოს მასში სხვადასხვა ქიმიური მინერალები, როგორიც არის ფტალატები, ბისფენოლი A, რომელიც პირდაპირ მოქმედებს უარყოფითად ენდოკრინულ სისტემაზე. ეს პლასმასის კონტეინერები ყველაფერი გადავყაროთ? ანუ არა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ და რაც ამოიღეთ თქვათ გაყიდვიდან ბაზარზე რაც აღარ შეგხვდება. არამედ ის ჩვეულებრივი კონტეინერები ტემპერატურულ ცვლილებას რომელიც არ ექვემდებარება, უბრალოდ აი მაცივარში ვინახავთ გარკვეულ პროდუქტს. პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხომ არ არის დაკაწრული, დაზიანებული და ჩხაპნილი, იმიტომ რომ ხშირად გამოიყენება კვლავ მაინც ასეთი ჭურჭელი. როდესაც ესეთი ჭურჭლით ვინახავთ კერძს, უკვე ძალიან მარტივად მიგრირებს ზოგადად დაზიანებული ჭურჭლისგან პლასმასი იქნება ეს თუ სხვა სახის ჭურჭელი, დაზიანებული, დაკაწრული, დაჩხაპნილი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მithumetes თუ ვაცხელებთ კერძს, პლასმასში გაცხელება ზოგადად კი არის ისეთი პლასმასი, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურულ რეჟიმს, მაგრამ აქ უკვე უნდა მაშინ მისი წარმომავლობა ძალიან კარგად უნდა ქონდეს შესწავლილი სათანდო პრაქტიკით არის თუ არა დამზადებული. ამიტომ ზოგადად ქვეყნის ტენდენცია და მსოფლიოს ტენდენციაც მიდის პლასმასის ზე უარის თქმით. დიახ, ანუ მინის კონტეინერით უკვე ძალიან აქტიურად, დიახ, ძალიან ეს კვლევები, რომელიც აქტიურად ტარდება, ხო, ძალიან თვალსაჩინო კითხვა აღარ ებადება არავის მავნე არის თუ არა, ცალსახად ვიცით რომ მავნე ადამიანის ორგანიზმისთვის. ამიტომ მინა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო, არის გამძლე, არის უსაფრთხო ადამიანის მოხმარებისთვის, მისგან არ მიგრირებს მავნე ნივთიერება სურსათში, არ რეაგირებს მჟავე და ტუტე გარემოზე და ცხიმიან საკვებზე განსხვავებით პლასმასისგან. ამიტომ არის ბუნებრივი ასე ვთქვათ მასალა ჭურჭლის
მოსამზადებლად და უსაფრთხო როგორც ადამიანისთვის, ასევე გარემოსთვის. მარიამ, აი საზოგადოების ჩართულობის მხრივ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად მოინდომა და დაეთანხმა ამ რეგულაციას პლასმასთან დაკავშირებით ისეთ მეც ვაკვირდები ხა როგორც თქვი ერთი რა საინფორმაციო კამპანია გარემოსთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაწყებული და ამით უკვე ჩვენ ვხედავთ როგორ ასე ვთქვათ ერთვებია საზოგადოება და გარდა ამისა მე თავადაც ვაკვირდები ხო იგივე კომენტარებით როდესაც ხა ეს ვიდეო ძალიან აქტიურად ვრცელდება უკვე ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით რეგულაციებთან დაკავშირებით და საზოგადოებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურება იმიტომ რომ თავადაც ეს მის უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის პლასმასის მავნე გავლენა ადამიანზე და გარემოზე და ნუ პრინციპში ხო ისიც ყველა მიცით რომ გარემოს დაბინძურება პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე ამიტომ აქ უკვე ორი აზრი აღარ არის უბრალოდ კიდევ უკეთესი იქნება თუ მრავალჯერად გამოყენების ნივთებზე გადავალთ როგორც ეგზის იქნება შუშის კონტეინერი თუ მრავალჯერადი ჩანთა თუ მრავალჯერადი თქვა ჭურჭელი ხო იგივე იმიტომ რომ ის ერთჯერადი გამოყენების მაინც ნარჩენად იქცევა ხო ბოლოს ეს იქნება ხის მუყაოს თუ ასე შემდეგ ხო რომელიც დაშვებულია უკვე ამიტომ ზოგადად უმჯობესია რომ მრავალჯერად პროდუქტზე გადავენათოთ ეს საზოგადოებას უკვე კარგად ესმის ბევრმა თავად თქვა აქამდე უკვე პლასმაზე უარი კომპანიებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს პლასმაზე უარის თქვა არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიოში არის ბევრი კვების ობიექტი რომელმაც თავად თქვა ამ ნაწარმზე უარი და ალტერნატივებზე უკვე გადავიდა. მომდევნო ეტაპი რა იქნება? თქვათ ხომ არ გეგმავთ კიდე რაიმე ახალ რეგულაციაზე ხომ არ მუშაობთ უკვე რაც კვების უსაფრთხოებას ეხება? ამ ეტაპზე როგორც ვიცი სამინისტრო ზოგადად მუშაობს რომ პლასმასის პრევენციისკენ ასე ვთქვათ წავიდეს ქვეყანა. ერთი ახალი ცვლილება არის კიდევ იმ უწყებებზე რომელიც სახელმწიფო შესყიდვებზე არის დამოკიდებული მათ ეკრძალებათ პლასმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით შესყიდვა სასმლის იქნება ეს წყალი მინერალური სასმელი თუ სხვა ნებისმიერი ვინც სახელმწიფო შესყიდვაზე არის დამოკიდებული ამ ინსტიტუტებს ეხებათ ეს აკრძალვა მათთვის უკვე ერთი რომელიც ესეთ კონტეინერებში პლასმასის ბოთლებში იყიდება ამაზე რას გვეტყვით ამ ეტაპზე ეს აკრძალვა როგორც თქვი ეხება არ ეხება ამ პროდუქტებს ეხება როგორც თუ იმ ჩამონათვალს რომელიც ვახსენე და ბოთლების შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო სექტორები რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებზე არიან დამოკიდებულები ზოგადად უნდა ველოდეთ რომ პლასმასის პრევენციისკენ იქნება მიმართული ქვეყანა და ამ ეტაპზე სხვა ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით როგორც კი რამის სიახლე იქნება ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში შეგვიძლია რომ იგივე პროდუქტს რეალიზაციაში რეალიტიახ და კვების ობიექტებს რაც შეეხება იმპორტი და წარმოება როგორც თქვი უკვე ჩაკეტილია წარმოება თუ არ არის ექსპორტისთვის გამიზნული კიდევ დავა კონკრეტად და რაც შეეხება კვების ობიექტებზე ერთჯერად გამოყენების პლასმასის ჭურჭელს 6 თვე აქვთ მათ ჯერ კიდევ ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და გემშვიდობებით. სურსათის უნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.